ისტორიულად ქართველები მხოლოდ გარანტირებული შედეგი რო გქონია, ესეთ ბრძოლაში შევსულ ვართ? ყველა ფიგურა რო წაგართვან, დაგიტოვონ 3 პაიკი, თუ წააგებ ამ 3 პაიკით, შენ ჩემ გამარჯვება უნდა აღიარო სამართლიანად. რა ფიგურებიც მაქვს, იმით ვცდილობ თამაშს. იმ 3 პაიკს ჯერ კიდევ აქვს ლაზერად გახდომის შანსი. ეს ციფრი მაინც ის დაიწერება, რაც უნდა იმას, ვინც წერს ციფრებს. მაინც მოქმედება, მაინც ბრძოლა, მაინც არ გაჩერება და არ დანებება. მივიღოთ იმიტომ რომ გააყალბონო. არა, მივიღოთ იმიტომ რომ გააყალბონ არა. თავარი აქ ვინც იძახდა რომ ხმა მომეცით ეს ხალხი ციხეში ზის დღეს. ხელოვნური ინტელექტი ჩემი პოზიციისკენ უფრო იხრება ვიდრე თქვენი პოზიციისკენ. ჩვენ ესეთი რეალობა, როგორც ახლა ვართ, საქართველოს რეალურად არ ქონია. ამ არჩევნებში მონაწილეობას როგორც ამომრჩევლის, ასევე პოლიტიკური პარტიების აზრი არ აქვს და პირველად ჩემი ზრდასრულობის შემდეგ და მას შემდეგ რაც ხმის უფლება მაქვს არ მივდივარ არჩევნებზე. მე დღეს დავიცავ პოზიციას, რომ რიგითი ამომრჩეველი არჩევნებში უნდა წავიდეს. ეს არის სწორი გადაწყვეტილება. ჩემთვის არჩევნები არის ერთი მხრივ ინსტრუმენტი, რომ განახორციელოს მოქალაქემ თავისი სამოქალაქო ცხოვრება და უფლებები და მეორე მხრივ არის პრივილეგია, იმიტომ რომ ამის უფლება ყველას არ აქვს, ბევრ ქვეყანაში არ აქვს და სამწუხაროა, რომ საქართველოც აღმოჩნდა ამ ქვეყნების რიცხვში, ჩემი აზრით, ჩვენ აღარ გვაქვს პრივილეგია, რომ არჩევნების გზით შევცვალოთ ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არის ხელისუფლებაში. 2024 წლის არჩევნები ჩემთვის ამის ძალიან ნათელი მაგალითი იყო. ისე ზოგადად ცხოვრება არის არჩევანი. ადამიანი ფასდება არჩევანით. რა არჩევანს აკეთებს? მე არ გულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ არჩევნებს. ყოველ კონკრეტულ მომენტში ჩვენ გვიწევს უამრავი არჩევანის გაკეთება და შესაბამისად ძლიერი წარმატებული სწორი მართალი კეთილსინდისიერი არის ის, ვინც აი ამ პროცესში არჩევანის მიღების პროცესში სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესში იქნება თუ აი სამართლიანად ზნეობრივად სწორად თუ მორალურად სწორად მოქცევა არ მოქცევის პროცესში იქნება არჩევანი ერთობლივად უფლებაც არის და ვალდებულებაც არის. მონაწილეებს ურიგდებათ 16 ბარათი. თითო ბარათში თითო თემაა მოცემული. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეები რომელიმე საკითხზე თანხმდებიან, სიმბოლურად ერთმანეთს ყვითელ ან თეთრ ბურთს გადასცემენ. აუჩინა. ადვილია მიდი ჯეი რა, ნი და რამე უნდა გავაკეთო. ხო გახსოვს, ეს არის ჭა, ეს არის მაკრატელი, ეს არის ქაღალდი და ეს არის ქვა. ოკეი. მიდი. ანუ მაკრატელი, ჭა. აი გავიგე, ეს როგორ უნდა? ჯეი რა, ნი. აი, ჯეი რა, ნი. დაგაფარე, მოვიგე. თუ კი არჩევნებზე წასვლა ყოველთვის მაღალ სამოქალაქო შეგნებად მიიჩნეოდა, დღეს ხმის მიცემაზე უარის თქმით, როგორ წყდება ეს დილემა. შენ უნდა უპასუხო პირველ რიგში მაკითხვა. კი ბატონო. ნამდვილად, მე რაც სრულწლოვანი ვარ ყველა არჩევნებზე ვარ ნამყოფი, არც ერთი არჩევნები არ გამიცდენია. ყოველთვის ვაძლევდი ხმას და ზოგ არჩევნებზე არა მარტო ხმას ვაძლევდი, არამედ ვაკვირდებოდი როგორც დამკვირვებელი ან ვაშუქებდი როგორც ჟურნალისტი და ეს არის პირველი არჩევნები, რომელზეც შეგნებულად არ მივდივარ და ვთვლი, რომ სწორედ ჩემი სამოქალაქო ვალი ახლა აქეთ მიბიძგებს, რომ არ წავიდე არჩევნებზე და როგორ წყდება ეს დილემა? ჩემთვის წყდება მარტივად, იმიტომ რომ ჩვენ გამოგვაცალეს ის მთავარი კომპონენტები, რითიც არჩევნები, როგორც ხელსაწყო, ხორციელდება. და ჩემთვის სამი ძირითადი ნაწილია, ეს არის კონტექსტი არჩევნების კონტექსტი, თუ რა კონტექსტში ტარდება არჩევნები, მეორე არის უშუალოდ პროცესი, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი და მესამე არის ის პოტენციური შედეგი, რაც შეიძლება ამ არჩევნებმა მოიტანოს. ამ შემთხვევაში, ანუ აი ახლანდელ არჩევნებში, ჩემი აზრით, ჩვენ პრობლემა გვაქვს სამივე ნაწილში. პირველი კონტექსტი.
კონტექსტი არის ისეთი, როდესაც ჩვენ გაყალბებული არჩევნების შემდეგ ვერ შევძელით, რომ დაგვეთანხმებინა ეგრეთ წოდებული მმართველი ძალა, რომ თავიდან და სამართლიანად ჩაეტარებინა არჩევნები, ასევე ჩვენ არ გვყავს ამ პროცესში მთავარი მოთამაშეები. თავარი მოთამაშეები პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლებიც ციხეში არიან უკანონო ჩემი აზრით და პოლიტიკური მოტივებით, ასევე არ გვყავს მთავარი მოთამაშეები, რომლებიც ისეთივე მნიშვნელოვანი არიან არჩევნების პროცესისთვის, როგორც თვითონ პოლიტიკოსები. ეს არის მედია უკიდურესად შეზღუდული რესურსით მუშაობს, თავისუფალი მედია, უკიდურესად შეზღუდული რესურსით მუშაობს არასამთავრობო სექტორი, რომელიც ვერ დააკვირდება ამ არჩევნებს, განსხვავებით წინა არჩევნებისგან, როდესაც უპრეცედენტოდ ორგანიზებული მაღალკვალიფიციური სადამკვირვებლო მისია შეადგინა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და არათუ არ გვყავს როგორც დამკვირვებელი, არამედ გვყავს გამოყვანილი მტრის ხატად იმ ორგანიზაციებად და იმ აქტორებად, რომლებიც თითქოს ხელს უშლიან საქართველოში დემოკრატიული პროცესის მიმდინარეობას. ეს რაც შეეხება კონტექსტს. მეორე ნაწილი პროცესი თვითონ. პროცესი იქნება ბევრად იმაზე უარესი, ვიდრე ეს იყო 24 წლის 26 ოქტომბერს. იქიდან გამომდინარე კონტექსტიც გაუარესებულია. ასევე არ გვეყოლება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც პროცესის ესე ვთქვათ გარე დაკვირვებას აწარმოებენ და შეძლებდნენ, რომ მეტნაკლებად ობიექტური დასკვნა დაედოთ არჩევნების ხარისხზე. პროცესი იქნება ბევრად უფრო ცუდი, იმიტომ რომ თქვენ იურისტი ხართ და იცით, რომ ისეთი კანონები მიიღო ხელისუფლებამ ბოლო არჩევნებიდან დღემდე, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს საარჩევნო გარემოს და უშუალოდ არჩევნების პროცესს და არჩევნების მიმდინარეობას და ბოლო პოტენციური შედეგები. რა პოტენციური შედეგი შეიძლება მოიტანოს თვითმმართველობის არჩევნებმა, როდესაც ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, გვაქვს რეპრესიული კანონები, რუსული კანონები არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორების წინააღმდეგ, დისკრიმინაციული კანონები მათ შორის, გვყავს პოლიტიკური პატიმრები, პოლიტიკური პარტიის ლიდერები მათ შორის. რა პოტენციური შედეგი შეიძლება მომიტანოს მე როგორც მოქალაქეს თვითმმართველობის არჩევნებმა? არანაირი. და წარმოვიდგინოთ სტიმ მოცემულო, გათენდა 5 ოქტომბერი. 5 ოქტომბერია უკვე. 5 ოქტომბერს ორი მოცემულობა გვექნება მხოლოდ. პირველი 4 ოქტომბერს ხელისუფლება შეიცვალა აი ამ აქციის შედეგად. ეს არის ერთი, ასე ვთქვათ, რამდენად ეს ალბათობა მაღალია, ეს სხვა საქმე, მაგაში არ შევდივარ. თეორიულ ალბათობაში ვამბობ, რომ ეს არის ერთი ალბათობა და მეორე არ შეიცვალა და არჩევნები ჩატარდა და ციფრები დაიწერა. ახლა ნახეთ, თუ ხელისუფლება, ან მე რაც ვამბობ, ორივე ამ შემთხვევაში არჩევნებზე წასვლა არის სწორი გადაწყვეტილება და რატო ნახეთ? იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება იცვლება აქციის შედეგად, მაშინ არასტანდარტული გზით ხელისუფლებაში მოსულ ადამიანებს დამატებითი ლეგიტიმაციისთვის სჭირდებათ სწორედ ის მოცემულობა, რომ არჩევნებში ბევრი ოპოზიციური ამომრჩეველი მივიდა. ან თუ ციფრი იწერება, ან არ მივიდა. ან ძალიან ბევრი არ მივიდა. რო არ მივიდა, ნახეთ, რო არ მივიდა, ნახეთ რა ხდება, რო არ მივიდა. არ მისვლა ტოვებს იმის მეორე ოპონენტების მხრიდან იმის თქმის საფუძველს, რომ არ მისული, იმას კი არ ნიშნავდა, რომ ოპოზიციას უჭერდა ის არ მისული მხარს. იმიტომ რომ შეიძლება არ მივიდა, იმიტომ ისინი იტყვიან, რომ ხო იცით როგორი ფარი განცხადებებია. მათ შორის იმას იტყვიან, რომ იმიტომ არ მივიდნენ ჩვენი ამორჩევლები, ანუ სახელმწიფო ამორჩევლები ესეთი რაოდენობით, რომ იცოდნენ, რომ ისედაც მოვიგებდით, კაცო, ძალიან სუსტები არიან ოპოზიციონერები და მაგიტო არ მივედით ჩვენ არჩევნებზე. ამიტომ არ მივიდა ბევრი ადამიანი, მაგას ხო იტყვიან. მაგრამ აქ ხო რა უფრო ძლიერი არგუმენტია, როცა ციფრი გიწერია, რომ ბევრი მივიდა, თუ არ გიწერია ესეთი ციფრი. ნახეთ, ერთი მნიშვნელოვანი მოცემულობა, რაც უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და ასე შემდეგ. ეს ხო თანხმდებით, რომ ჩავლილი მატარებელია და რიგითი ამორჩეველი, მე ამ შემთხვევაში რიგითი ამორჩეველი ვარ და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენ. არის იმ მოცემულობის წინაშე რა მოცემულობაც არის, ხო? და ეს მოცემულობა არის, რომ ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობს, ნაწილი არ მონაწილეობს, ხელისუფლება მონაწილეობს, ხო? ეს მოცემულობა, ხო მეთანხმებით, რომ ეს მოცემულობა არის. და იმაშიც ხო მეთანხმებით, რომ
თუ არჩევნები შედგება და ჩემი აზრით უფრო მაღალი ალბათობა იქნება არჩევნები შედგება და ჩატარდება და ციფრები დაიწერება მაგას გულისხმობ. როგორ შედგება და როგორ დაიწერება ეს სხვა საკითხია. მე ვამბობ, რომ არჩევნები ჩატარდება, ციფრები დაიწერება. და ციფრები რო დაიწერება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა ურჩევნია ოპოზიციურ და კრიტიკულად განწყობილ ადამიანს, რომ ეს ციფრი ეწეროს მაღალი. ეს ციფრი მაინც ის დაიწერება, რაც უნდა იმას, ვინც წერს ციფრებს. საქმეც ამაშია, ანუ ჩვენ უკვე ნახეთ ერთი არჩევნები, რომელზეც რეალური არჩევანი საქართველოს მოსახლეობის არ გამოვლინდა. ანუ ჩვენ ეს უკვე გვაქვს ფაქტი. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ საქართველოში ოდესმე იდეალური არჩევნები ჩატარებულა. ნამდვილად არ ჩატარებულა საქართველოში იდეალური არჩევნები, ალბათ რა ვიცი, 30 წელია მინიმუმ. მაგრამ ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? მინიმუმ მოსახლეობის ნება გამოხატული იყო იმ შედეგებში, რომელსაც საბოლოოდ წერდნენ თუ სხვადასხვა ტიპის манипуляციებით ვიღებდით, რომ ჩვენ როგორც საზოგადოება, ხო? 20-24 წლის საპარლამენტო არჩევნები თვისობრივად განსხვავებული პრობლემა იყო სხვა არჩევნებისგან. აი ამას თუ აღიარებთ და თუ ვამბობთ, რომ 20-24 წლის საპარლამენტო არჩევნები, ის არჩევნები, სადაც რეალური ძალაუფლების განაწილება ხდებოდა და სადაც მართლა უნდა გამოჩენილიყო, რომ მოვიდოდა ის ადამიანი არჩევნებზე, ვის აძლევდა ხმას და ეს ოპოზიციის მხარეს დაიწერებოდა ციფრი თუ ხელისუფლების მხარეს, აი ეს არჩევნები წაგვართვეს ჩვენ და წაგვართვეს უპრეცედენტო მასშტაბის манипуляციით. ეს უბრალოდ რაღაც ხმების მოსყიდვა და ის რაღაცა სხვა არ ყოფილა. მაგნაციაში თანხმდებით. ხო, ამაში თუ თანხმდებით, როგორ გავამბობთ, რომ ეხლა რომ მივა ამომრჩეველი ხმას რომ მიცემს იმაზე, რა ქვია, უბანზე, ის სწორად აისახება რაიმე შედეგებს. მაგას არ ვამბობ. ნახეთ, მაგას კი არ ვამბობ. მე ნახეთ დაუკვირდით, მე იმას კი არ ვამბობ, რომ ამომრჩეველი რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ის სწორად აისახება. არა, მაგას არ ვამბობ. ალბათობა იზრდება, ანუ მისული ადამიანით, რომელიც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ აფიქსირებს ხმას, ალბათობა იმისა, რომ მთლიანობაში ამან განაპირობოს უფრო მეტი ხმა ჯამურად ოპოზიციას იზრდება. ამაში არ მეთანხმებით, რომ ეს ეგ არის, ხო და ამაში მეთანხმებით შესაბამისად გამოდის, რომ საბოლოო შედეგზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს. საბოლოო შედეგი რა კუთხით გულისხმობ? მე ვამბობ, არჩევნების შედეგებზე, რეალურ შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს ის რამდენიმე 1000 ხმა, რომელიცაც შეიძლება ალბათობით გაიზარდოს ოპოზიციური ამომრჩევლის მაჩვენებელი რომელიმე უბანზე. თუ ჩვენ შედეგში გულისხმობთ იმას, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ეს იმთავითვე ვიცით, რომ ადგილობრივი არჩევნები ცენტრალური ხელისუფლება არ იცვლება, ხო? ეხლა მაშინ ეს რო ესე იყოს, მაშინ აქ უნდა დამთავრდეს დისკუსია და ეს დისკუსია აღარ უნდა გაგრძელდეს. მაგრამ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესი თუ პოლიტიკური ბრძოლა ერთი პოლიტიკური რაღაცა აქტით არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობით არც იწყება, არც მთავრდება, ეს გრძელდება. ჩვენ მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს თუ ამ შემდეგ გვიწევს და უწევთ პოლიტიკოსებს ზოგჯერ შესვლა იმ პროცესში, რომელიც იციან, რომ შეიძლება გარანტირებულად წაგებული პროცესია. და მე ადვოკატი ვარ ახლა და პოლიტიკურ პროცესებში სხვა ფორმით არ მონაწილეობ, გარდა პროფესიული მონაწილეობისა და მოქალაქეობრივი მონაწილეობისა. მაგრამ ნახეთ, მე როცა ვიღებ, მაგალითად, აი სინდის პატიმრებს ვეხმარები უფასო იურიდიულ დახმარებას. თავის ვიყავი ამ საქმეებში ჩართული. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ ამ საქმის აღებას რო წყვეტდი, მე არ ვიცოდი, რომ უსამართლო ბრძოლაში შევიდოდი. აი, ახლა მივედით იმ ნაწილზე. ნახეთ, ვიცოდი, რომ მოსამართლე არ იქნებოდა სამართლიანი, ვიცოდი, რომ მოვიდოდნენ ცრუ მოწმეები, ვიცოდი, რომ რაც არ უნდა გამეკეთებინა, როგორი მაგარი პროფესიონალითაც არ უნდა წარმოუჩენილიყავი, მე და ჩემი კოლეგები, ვინც ასევე ამ საქმეში გულით, სულით და გონებით იყვნენ ჩართულები, ჩვენ ვერ მივაღწევდით იმ შედეგს, გამართლებელს ვერ დავაყენებდით. მაგრამ ბრძოლაზე არ გვითქვამს უარი. იმიტომ რომ ეს ბრძოლა თქვენ გჭირდებათ იმისთვის, რომ ბრძოლა გააგრძელოთ სხვა სამართლებრივ ინსტანციებშიც. ეხლა მოდი შევხედოთ, აი ეს პოტენციურ შედეგებზე როცა ვილაპარაკე, სწორედ ამას გულისხმობდი. პოტენციური შედეგი ამ არჩევნებში, ამ მომრჩევლის მისვლის, თუნდაც უსამართლო ბრძოლაში ვიცოდეთ, რომ ნამდვილად დავმარცხდებით, რა შეიძლება იყოს. ეს რო იყოს საპარლამენტო არჩევნები, მე შეიძლება ისევ დაგთანხმებოდით, რომ იქნებ არსებობდეს შანსი, მაგრამ ეს არანაირ შანსს არ ტოვებს იმისას ეს არჩევნები თვითმმართველობის, რომ გარდა ხელისუფლების
პრობლემისა, რომ აქვს სერიოზული ლეგიტიმაციის პრობლემა და ეს მოიგოაროს ეს ლეგიტიმაცია საძლე უკეთებს ადრინდელი მას. ნამდვილად ეს არის სერიოზული პრობლემა ხელისუფლების 24 წლის არჩევნების შემდეგ. გამუდმებულ კრიზისში არის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ამისი დასტური არის თუნდაც ირაკლი კობახიძის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ აი ეხლა ჩვენ ვიცით, რომ უკვე ოპოზიციური პარტიები იღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ეხლა მოვიწევთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რაც უკვე დაგვიანებული იყო, მაგრამ მაინც ძალიან სიმპტომატური იყო ეს განცხადება. ამიტომ მე ვამბობ, პოტენციური შედეგი რა შეიძლება დადგეს? ყველაზე კარგ შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე პატარა ქალაქში, ყველაზე იდეალურ წარმოუდგენელ შემთხვევაშიც კი, რომ ყავდეს ოპოზიციურად განწყობილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი. რაც ეს ნონსენსია, იმიტომ რომ იმ გაყალბების პირობებში, რაც მოსალოდნელია და რაც გაკეთდა უკვე და ერთხელ ამუშავდა ეს სქემა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება ამ სქემას არასდროს გვერდით არ გადადებს, ყოველთვის გამოიყენებს და ყოველთვის ექნება მანამ სანამ ამის განხორციელების საშუალება ექნება. ეს გაყალბებული სქემა ხო გამოიყენა 2024-ში? კი, და ამიტომ თბილისში ხო წააგო არჩევნები ხელისუფლებამ. და რა მერე? რა შედეგი მივიღეთ? ხო, ეხლა ხო ადგილი, რა შედეგი მივიღეთ? აი ეხლა შეხედეთ. ეხლა ნახეთ ოპოზიციის შეცდომა იყო ის, რომ აი მივდივართ ისევ კონტექსტზე. ერთობლივი გადაწყვეტილება არ მიიღეს. ანუ ესე ნაწილობრივი მონაწილეობა ვიღაცების ნაწილობრივი არ მონაწილეობა იყო შეცდომა. ალბათ ამაში ვთანხმდებით, ხო? ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით. აი დაგიდებთ ერთ ბურთს, იმიტომ რომ ოპოზიციის ერთიანი პოზიციის არარსებობა ჩემი აზრით იყო დიდი შეცდომა, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გასათვალისწინებელი. ოპოზიცია შეთანხმდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის ოპოზიციური ბლოკები, რომლებმაც გადალახეს ბარიერი და მოხვდნენ პარლამენტში, თუნდაც გაყალბებული არჩევნებით, ისინი შეთანხმდნენ, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული და ისინი არ შევიდოდნენ პარლამენტში და არ განახორციელებდნენ ამ საქმიანობას. ხო შეთანხმდნენ ამაზე. აი უკვე მეორე ნაწილი, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიცია ვერ შეთანხმდა თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩემი აზრით ამ პირველი შეთანხმების, რომელიც შედგა და რომელმაც უპრეცედენტო მხარდაჭერა ხალხის ჩემი აზრით გამოიწვია ამ აქტორების მიმართ და არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზეც ეს 4 სუბიექტი წარმოადგენდა ესე ვთქვათ წინააღმდეგობის მოძრაობასაც და ზოგადად ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობდა და ამბობდა, რომ ჩვენ მოვიგეთ ეს არჩევნები, მაგრამ გაგვიყალბეს და მერე იცვლება კონტექსტი. ანუ რა ხდება? აი ამ გაყალბებულ არჩევნებზე უარის თქმის გადაწყვეტილებას ღალატობს ნაწილი ოპოზიციური პარტიების. აი სიტყვა ძალიან არ მიყვარს. არა, გადაწყვეტილებას ღალატობს. მე ხო არ ვამბობ, რომ ვინმეს ღალატობს და ღირებულებას. მე ვამბობ, რომ გადაწყვეტილებას, რომელიც ბოიკოტს უწყადებდა გაყალბებულ არჩევნებს, CSKO-ს, იმ სისტემას, რომლითაც ეს არჩევნები ჩატარდა, იმ ყველაფერს, ხო ამიტომ დაიწყო ყველაფერი. ანუ ყველაფერი ხო ამითი დაიწყო იმითი, რომ არჩევნები მოგვპარეს, ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია, რუსული სტილის არჩევნები და ამიტომ არ შევდივართ პარლამენტში. ანუ პოტენციურად რამდენად მეტი რამის გაკეთება შეიძლება და მასე თუ შევხედავთ პარლამენტში, ვიდრე ადგილობრივ თვითმმართველობაში, ხო? როგორ შეიძლება თქვა ერთი უარი იმაზე, რომ გაგიყალბეს არჩევნები მაგის გამო და შეხვიდე იგივენაირ პროცესში უფრო დაბალი პოტენციური შედეგის გამო. ჩემი აზრით ეს არის იმ გადაწყვეტილების ღალატი. მე კი არ ვამბობ, რომ ხალხს უღალატეს ძალიან შორს ვარ ესეთი კონსპირაციებისგან ზოგადად, მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს არის იმ გადაწყვეტილების. მინდა რომ ბურთი დაგიდოთ, იმიტომ რომ ის რომ მოღალატე ერთმანეთს არ უნდა ვეძახოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონსენსუსი, რომელსაც ოპოზიციონერები სამწუხაროდ ვერ აღწევენ და ვერ იცავენ, რაც ჩვენთვის წარმოუდგენელია, რომ როგორ შეიძლება იაზრებდე და აფასებდე იმას, რომ რამხელა რესურსებს ებრძვი, რამხელა საფრთხის წინაშე დგახარ და ვერ ხვდებოდე იმას, რომ ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა არის შედეგობრივი მხოლოდ ერთ შემთხვევაში თუ კი ერთიანობა არის და ერთიანობას როგორ აზიანებს მოღალატის ძახილი ერთმანეთის მიმართ არის ძალიან მძიმე ამიტომ ანუ არსებობდა ერთიანობა ძალიან სტრატეგიული ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ეს იყო დიდი მიღწევა იმ ეტაპზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში ძალიან უსამართლო ძალიან ცუდ არჩევნებში ძალიან ცუდი თამაშის წესებით მათ შორის ამას მხარი დაუჭირა ძალიან დიდ მონაწილეობა მოქალაქეების და აი აქედან
როგორ მივედით იქამდე, რომ ეხლა ნაწილი ოპოზიციის უფრო დაბალი პოტენციური შედეგის, პოტენციური ესეც, ანუ კერდადგება, მაგრამ პოტენციური შედეგის, უფრო დაბალი პოტენციური, უფრო დაზიანებული კონტექსტის, უფრო დიდი რეპუტაციული ზიანის და უფრო დიდი საერთაშორისო იზოლაციის ფონზე მიდის ამ არჩევნებზე, ჩემთვის არის გაუგებარი. ნახეთ, კიდევ იმას ვუბრუნდები, რომ აქ სხვა კარტებიც, რომ აქ ჩვენი მთავარი კითხვა არ არის ოპოზიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასება. ჩვენი მთავარი კითხვა არის, რომ მოქალაქე ამ კონკრეტულ მოცემულობაში როგორ უნდა მოიქცეს. და გაუგებარია და ამიტომაც არ მივდივარ არჩევნებში. იმდენად გაუგებარია მთლიანად ეს პროცესი ჩემთვის და უსამართლო, რომ ხო, აი ჩემთვის არჩევნებში მისვლა არის თუნდაც უსამართლო, ძალიან უსამართლო, ზოგჯერ შეიძლება წინასწარ განწირულ ბრძოლაში მონაწილეობა, მაგრამ მაინც მოქმედება, მაინც ბრძოლა, მაინც არ გაჩერება და არ დანებება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მე პროფესიულად გამიკეთებია და მოქალაქეობრივადაც ეს მგონია სწორი. აი დავამთავრებ ნიკო ოდიში რა, წეგან რასაც ვამბობდი, რომ ესე იგი აბსოლუტურად 100%-ით რომ დარწმუნებული ყოფილ ვარ, რომ კონკრეტულ შედეგს გამამართლებელი განაჩენს ვერ მივაღწევდი, ისეთ საქმეებში მაქვს მიღებული მონაწილეობა. და ზოგჯერ თავად ბრძოლაში მონაწილეობა და არჩევნებში მონაწილეობა ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა ჩემთვის. თავად ბრძოლაში მონაწილეობა უკვე შედეგი არის, იმიტომ რომ არ გაჩერებას ნიშნავს და შენს განწყობას, რომ ბოლომდე ყველაფრის გამკეთებელი ხარ იმისთვის, რომ რაღაც სწორ შედეგს მიაღწიო. და იმაზეც მიფიქრია, რომ ისტორიულად, ეხლა კი არა მარტო, ანუ ისტორიულად ქართველები მხოლოდ გარანტირებული შედეგი რო გქონია, ესეთ ბრძოლაში შევსულ ვართ. 100-დან 99% შემთხვევაში მე მგონი ეგრე არ იყო სწორედაც. ვიცოდით, რომ წაგებული ბრძოლა იყო და იქ გვიბრძოლია. და ესეც არჩევნებიც არის ჩემთვის ბრძოლის ფორმა და არჩევნები ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა. რატო აი თან რა არის, იცი? აი მაგას ვერგებულობ, რომ არჩევნებში წასულა რატო არის წინააღმდეგობრივი აქციაზე მისვლასთან. ანუ შეიძლება ადამიანი წავიდეს არჩევნებზე, მერე მივიდეს აქციაზე. ანუ ორივე ერთდროულად შეიძლება გააკეთოს და ეს ერთმანეთს არც ეწინააღმდეგება, არც გამორიცხავს. მაშინ როცა ჩვენ გვეუბნევიან, რომ აი ერთ დღეში 4 ოქტომბერს შევცვლით ხელისუფლებას და ვიცით, რომ ასევე მრავალ 100,000-იანი აქციები დღეების განმავლობაში ტარდებოდა და ის შედეგი ვერ მოუტანია, რატო უნდა ვთქვათ ამ ბრძოლის ასე ვთქვათ გამოყენებაზე, რასაც ქვია არჩევნებში მონაწილეობა. ისიც გავაკეთოთ, ისიც გავაკეთოთ. მე რის თქმა მინდა, იცით რომ აი სტრატეგიულ შეცდომად მიმაჩნია იმის თქმა, რომ აი დღეს ყველაფერი იცვლება. და აი 4 ოქტომბერს ყველაფერი იცვლება. ეს სხვა თემა არის ჩემი აზრით. ძალიან ვწდებით თუ გრძელვადიან ბრძოლაზე ვსაუბრობთ, მაშინ ამ გრძელვადიან ბრძოლაში ყველა მოქმედება უნდა იყოს ისეთი, რომელიც იმ შექმნილ უსამართლო ცუდ სიტუაციაში შედარებით უკეთესია. კი ბატონო, ეხლა შედარებით უკეთესია გეტყვით მაშინ და მოქმედებაზე უშუალოდ არჩევნებთან დაკავშირებით. არა, ერთი კითხვა მაქვს. კი ბატონო. ეხლა წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც 4 პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც უარი თქვა საპარლამენტო გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესვლაზე, რჩებოდა თავის პოზიციაზე და არ მიდიოდა მათ შორის არც თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევ ერთიანი პოზიციით და ამ მომრჩეველი, რომელიც მიდიოდა არჩევნებზე, რაღაცა მიზეზებით, რომ ბრძოლაში თუ არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზებით, თუნდაც ქართული ოცნების ამ მომრჩეველი მიდიოდა და ხვდებოდა ბიულეტენში მხოლოდ ქართული ოცნება და ის სხვა რაღაცა პარტიები, რომლებიც საერთოდ მას. თქვენი აზრით ეს არ იქნებოდა ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი? და ოღონდ ეს ერთი წამით არავითარ შემთხვევაში არ უნდა. აი გეტყვით თუნდაც იმ ოპოზიციური პარტიების მე საერთოდ არ ვთვლი, რომ არჩევნებში თუ არ მიიღებ მონაწილეობას, წინასაარჩევნო კამპანია არ შეიძლება რომ ჩაატარო. მაგალითად, გეთანხმებით. მე ანუ ეგ მოცემულობა ძალიან მაგარი შედეგი, უკრეს შედეგი არ იქნებოდა. ნიკო, ნახეთ, მე მაგით დავიწყე, რომ ჩვენ ხო ეგ მაგ მოცემულობაში არა ვართ. ეგ მოცემულობა რო იყოს, ანუ მე დაგეთანხმებოდით, რომ აი ამ კონკრეტულ მოცემულობას სადაც ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობს, ნაწილი არ მონაწილეობს, მაგას ჯობდადო არავის არ მიეღო მონაწილეობა ცალსახად. მაგრამ მე რიგით ამომრჩეველს უკვე ჩავლილი ამბის შეცვლა არ შემიძლია, უნდა გავიაზროთ. ეხლა შეგვიძლია მხოლოდ არ შეგვიძლია. ან მივიდეთ არჩევნებზე, ან არ მოცემულობის წინაშე, რაშიც ვართ და ამ მოცემულობაში, რომელიც
კიდევ ერთხელ ჩემი შეფასებით არასწორი სტრატეგიულად მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს ოპოზიციამ ჯამურად, თორსა ეს არ გააკეთეს, ანუ ერთობლივი გადაწყვეტილება მონაწილეობა არ მონაწილეობა სააკაშვილით, მაგრამ როცა ამ მოცემულობაში უკვე ვარ მე რიგითი ამორჩეველი, უკვე და ვიცი რომ მაინც მივა ოპოზიციის რაღაცა რაოდენობა, ხო იმ ორი პარტიის მხარ თუ რამდენი პარტიაც მონაწილეობს, მხარდაჭერი ხო მივა. მაინც დაიწერება ის ციფრები და მე ერთმა ადამიანმა რატო არ უნდა შეუწყო ხელი იმას, რომ ეს ციფრი უფრო მაღალი იყოს და მე ეს უფრო მაღალი ციფრი გამოვიყენო რაღაცა ოპონირებისთვის თუ ასე შემდეგ. ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, მთავარი. მე ზუსტად მაგ საფუძველში ვარ გეთანხმებით, რომ აი იქ ციფრი დაიწერება ზუსტად ის. ზუსტად ის. მაგაშიც გეთანხმებით, რომ ზუსტად ის არ დაიწერება. ხო. და 1%-ით მეტია ნაკლები. არა, მე პროცენტის ოდენობაზე არ ვამბობ. მე ვამბობ სწორ და არასწორ საქციელზე. მე ხო არ ვამბობ, რომ ამას ზუსტად ის ასაფა მოყვება, რაც და რა არის სწორი საქციელი, შეიძლება იცოდე, რომ ამას არ მოყვება 100%-იანი ასახვა, მაგრამ ის საქციელი გააკეთო რაც სწორად მიგაჩნია და რაც იმას განაპირობებს რა მიზნითაც მიდიხარ, ხო? ამიტომ მე იმაზე კი არ ვფიქრობ რა პროცენტი მოყვება ამ ქმედებას. მე ვფიქრობ იმაზე, რომ ეს არის თუ არა სწორი საქციელი. სწორად, და ისე მოქმედობ. მაქედან ამოვდივარ ზუსტად მეც. მე ჩემი მოქმედება განსაზღვრულია იქიდან, რომ როდესაც წინასწარ განსაზღვრულ უსამართლო წესებში წინასწარ წაგართვეს ფიგურები შენი დაფიდან და წინასწარ დაგტოვეს არასამართლიან პირობებში და როდესაც შენი პოზიციით შეგიძლია პროტესტი გამოუცხადო ამას და პროტესტი ამ შემთხვევაში ჩემი აზრით არის სწორედ ეს არ წასვლა უამრავი მოქალაქის, რომელიც პრინციპულად არ მიდის არჩევნებზე. აქედან ამოვდივარ ზუსტად. ჩემი სამოქალაქო პოზიცია მკარნახობს, რომ უკვე ვართ ისეთ რეალობაში, სადაც არჩევნებს როგორც პროცესს იმ კონტექსტში, რომელშიც ვართ, უბრალოდ მნიშვნელობა აქვს დაკარგული. და სამწუხაროდ, აი აქ ვფიქრობ, რომ ჩემ ძალიან ბევრი მიფიქრია ამაზე. მეც არ მიმიღია მარტივად ეს გადაწყვეტილება სხვათა შორის. ძალიან ბევრი მიფიქრია ამაზე, რომ არ ყოფილა არჩევნები, რომლებზეც რაც შვილები მყავს, ჩემი შვილებიც უდამ მყავს და ეხლა რომ ხედავენ საარჩევნო პლაკატებს და რომ ხვდებიან, რომ არჩევნები მოდის, მეკითხებიან, რომ ამას ვაძლევთ ხმას თუ ამას ვაძლევთ, ანუ არ იციან ეხლა ეს კანდიდატები ბუნებრივია, მაგრამ და მე ვეუბნები, რომ ეს არის პირველი არჩევნები რომელზეც მე არ მივდივარ და არ ვაძლევთ ხმას. და ძალიან გაუკვირდათ და უმარტივესად ავუხსენი ჭადრაკის დაფით. ყველა ფიგურა რო წაგართვან, დაგიტოვონ 3 პაიკი და გითხრან, რომ აი ახლა ვითამაშებთ ჩვენ ჭადრაკს, როცა მოწინააღმდეგეს ყველა ფიგურა ხელში ყავს და ვითამაშებთ ჩვენ ჭადრაკს, ოღონდ თუ წააგებ ამ 3 პაიკით, შენ ჩემ გამარჯვება უნდა აღიარო სამართლიანად. მაშინვე მიხვდნენ, რომ ეს არის უსამართლო თამაში, ხო? ალტერნატივას შემოგთავაზ. ხო, აი ალტერნატივა ჩემი აზრით არის ზუსტად ის, რაც ეხლა პროცესია და მართლა არ ვიცი ეს როდის შეიძლება დასრულდეს. მე 300 დღეა და 300 დღეზე მეტი 26 ოქტომბრის მერე ქუჩაში ხალხი რო არ დამხვდა თბილისში რო ჩამოვედი გარდაბნიდან, სადაც 20 დამკვირვებელთან ერთად ვაკვირდებოდი არჩევნებს მობილური ჯგუფით. ძალიან გამიკვირდა. იმიტომ რომ უბრალოდ რო არ მქონდა ახალი ამბები შემემოწმებინა, მუშაობდით და ძალიან დაძაბულ გარემოში, სადაც რუსი კრიმინალური ავტორიტეტები პირდაპირ ახორციელებდნენ ზედამხედველობას და მონიტორინგს თავისი პირადი ავტომობილებით, იმის რა ქვია, კარუსელის უბნებზე, ხო? ძალიან რთულ პირობებში მუშაობდით, ჩამოვედით დილის 7 საათზე და ვხედავთ, რომ ქუჩაში ხალხი არ არის და ეს იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი, იმიტომ რომ ჩვენ და მათ შორის მე ამას ჩემ თავზეც ვამბობ, იმ სადამკვირვებლო მისიამზეც, რომელშიც მე ვმონაწილეობდი, რომელსაც ყავდა 3000 დამკვირვებელი ჩართული ვიდეოკამერით, რომელიც ვერ გამოვიყენეთ ჩვენ ვერ აუხსენით მოსახლეობას, რომ ეს არჩევნები მოგყარეს და ეს ვიცოდით დილის 11 საათზე უკვე ყველამ ვიცოდით, რომ ეს არჩევნები არ იყო. რომ ეს არჩევნები იყო მასიურად გაყალბებული და მოპარული. და პროცესი იმის მერე ჩემთვის არ დამთავრებულა. 27 ოქტომბერს, 28 ოქტომბერს მე უკვე ქუჩაში ვიდექი და იმის მერე, როცა ფიზიკურად შემიძლია და ქვეყანაში ვარ, ფიზიკურად სულ ქუჩაში ვარ. და ბოდიში ერთი კითხვა დაგისვით. აი, რო გწოდნოდათ თქვენ 24-ის არჩევნებამდე, რომ ეგეთი არჩევნები ჩატარდებოდა.
მაინც მიიღებდით როგორც სამორჩეველი მონაწილეობას და როგორც დამკვირვებელი თუ არ მიიღებდით. აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არჩევნები უყურეთ ჩვენ არ გვქონდა წინ ისეთი ცუდი არჩევნების გამოცდილება როგორც ქონდა. არა, უყურეთ რომ ჩვენ ვიცოდით რომ ეს ეგრე იქნებოდა, მიიღებდით მაინც მონაწილეობას. ეს არ არის იგივე არგუმენტი და გეტყვით რატო? იმიტომ რომ ის არჩევნები პოტენციური შედეგი იმ არჩევნების იძლეოდა შესაძლებლობას და კონტექსტი იყო განსხვავებული. ეგ არ არის ჩემ კითხვაზე პასუხი. მე გეუბნებით რომ რო გწოდოთ მეთქი რომ ესეთი დარღვევები იქნებოდა და პოტენციური შედეგი კი არა 100%-იანი შედეგი იქნებოდა ის რაც დაიდო. მაინც მიიღებდით თუ არა მეთქი. მაგ თქვენი დაკვირვებით არჩევნებზე წასვლით ხო ის აჩვენეთ რა დარღვევებიც მოხდა ხო? ხო, ეხლა მაგის საშუალებაც აღარ გვაქვს. ეხლა ფიზიკურად დაკვირვების საშუალება აღარ გვაქვს. არა, ეგრე არ არის. შემცირებულია მაგის შესაძლებლობა. ძალიან შემცირებულია. მაგრამ აღარ გვაქვს ეგრე არ არის. ეხლა მაგალითად ეხლა რო არის საუბარი რომ აი მაინც ცდილობენ არჩევნების გაყალბებას, ვიღაცებზე ეწოლა განახორციელეს. ან ოპოზიციას რომ არ მიეღო მონაწილეობა, ეს მოცემულობა ხო არ იქნებოდა, ან ხო არ გახდებოდა ვიღაცა იძულებული რომ ვიღაცაზე ეწოლა. ანუ რა გავაყალბებინეთ, რა დამატებითი არგუმენტები გვჭირდება იმისთვის რომ აყალბებენ არჩევნებს? დამატებითი არგუმენტები. მართლა ვერ ხვდები. არა, დამატებითი არგუმენტები არ გვჭირდება. მივიღოთ იმიტომ რომ გააყალბონ. არა, მივიღოთ იმიტომ რომ გააყალბონ არა. გამოვიყენოთ ყველა ბრძოლა, ყველა საშუალება იმისთვის რომ ბრძოლა გავაგრძელოთ და არ გავჩერდეთ. ეს არის აი ნახეთ ეს მოქმედება რო ეწინააღმდეგებოდეს ამ მოქმედების ალტერნატივას, ანუ სიტყვაზე პროტესტს და ამ ფორმით ხა მე გეტყვით პროტესტს რა ნაწილში ეწინააღმდეგება. მაგ შემთხვევაში შეიძლებოდა დაგთანხმებოდით, მაგრამ როცა ეს ორი მოქმედება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ არის და ფიზიკურად არ არის, მაგრამ იდეურად მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა. მაშინ ვერ დაგეთახმებით. ხო არა, ავიღოთ სხვა კარტით. ავიღოთ აბა, ვნახოთ ახლა რეებია და რაზეც არ გვისაუბრია, იმაზე ვისაუბროთ. თუ კი სწრაფი ცვლილებები შეუძლებელია დღეს, რა სტრატეგია უნდა აირჩიოს საპროტესტო მოძრაობამ? ეს საინტერესო კითხვაა, მე მგონი იყოს. შესაძლებელია ხელისუფლების შეცვლა საზოგადოების ცვლილების გარეშე. აუ, ძალიან საინტერესო კითხვაა. ესეც ძალიან საინტერესო. აბა, თქვენც აი ხო არ მიუყვეთ, არ ვიცი, თუ აი ეს ალბათ ბოლოსკენ მოუჩებული შესაძლებელია თუ რა ბრძოლა ხდება. ეს ამ კითხვაზე ხო არ უპასუხოთ? რაღაც კუთხით შევეხეთ, მაგრამ აი სწრაფი ცვლილებები თუ შეუძლებელია. აი ნახეთ, მე მგონი ამ კითხვაზე ვიყავით და მე ვერ გაგეცით პასუხი. არჩევნებზე არ წასვლა, საბრძოლო ველის მიტოვება თუ ახალი ტაქტიკა. ანუ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, თქვენ რაც თქვით, რომ პროტესტიო და არჩევნებზე წასვლა ხელს ერთმანეთს არ უშლისო. მე ამას ცოტა რთულად ვხედავ, ანუ ფიზიკურად შეიძლება არ უშლიდეს ხელს, შეგიძლია დილას წახვიდე, მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და საღამოს მოხვიდე და დადგე ქუჩაში და რა თქმა უნდა, ყველა უნდა დადგეს ჩემი აზრით ქუჩაში, ვინც წავა არჩევნებზე და არ წავა, მაგრამ იდეურად მანდ არის პრობლემა. ანუ რას გულისხმობ? პროტესტი ქუჩაში დგას სწორედ იმიტომ და უწყვეტი ეს პროტესტი იმიტომ არის ზუსტად, რომ აი ეს კონტექსტი შექმნა ხელისუფლებამ, რომელზეც ამდენი ვისაუბრეთ, ხო? ეს დამძიმებული კონტექსტი, თავისი კანონმდებლობებით, თავისი გაყალბებული არჩევნებით, თავისი ევროინტეგრაციაზე უარის თქმით და ასე შემდეგ, ხო? და როდესაც აი ამას გაყალბებული არჩევნების გამო ჩვენ უკვე გამოუცხადეთ ამ პროცესს და ამ ყველაფერს უნდობლობა და ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რეპრესიული კანონების შეჩერებას მათი მოქმედების და აი ამ პირობებში სწორედ პროცესის გადაყვანას შენ თუ პარალელურად მიდიხარ და მათ დაგეგმილ და იგივე წესებით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობ, მაშინ რაღაცა ითხოვ. მიიღე ამაში მონაწილეობა და მე 4 წელიწადში ისევ მოგვიწევს საპარლამენტო და მე იმაშიც მივიღოთ მონაწილეობა. ანუ მაშინ რატო ვდგავართ ქუჩაში ამდენი? კარგი, მაშინ კითხვას დაგისვათ. ან ეხლა რო ჩაატარონ აი რიგარეში საპარლამენტო არჩევნები რო ჩაატარონ, აი არსებული გაუარესებული წესებით. რას ფიქრობთ? ანუ უნდა მიიღონ მონაწილეობა ადამიანებმა? აი, უყურეთ, ნახეთ, აქ დათქმა, რომ ჩატარდეს ახალი რიგარეში არჩევნები, ყოველთვის მოდიოდა კონტექსტში ორ დანარჩენ მოთხოვნასთან. ეს იყო არჩევნები იმ რეპრესიული კანონების გარეშე და საერთაშორისო ჩართულობით და რა ქვია, დამოუკიდებელი არაპარტიული ცესკოთი, რომელიც არ იქნება მიკერძოებული, იმიტომ რომ ამ ცესკომ რაქნა ერთხელ უკვე ვიცით, ხო? ანუ ეს ესე არ არის, უბრალოდ არჩევნები ჩატარდეს, ხო? ეს არ არის ესე მოთხოვნა. პლუს ამას მოყვება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რაც აჩვენებს პოლიტიკურ ნებას და პოლიტიკოსების გათავისუფლება, რაც მთავარი არის, ანუ პოლიტპატიმრებს შორის, ანუ
თავარი აქტორი ვინც იძახდა რომ ხმა მომეცით ეს ხალხი ციხეში ზის დღეს სრულიად აბსურდული პოლიტიკური მოტივით ხო ანუ რაზე ვლაპარაკობთ ხო და ამიტომ ვამბობ ამ შემთხვევაში არჩევნებს ექნებოდა აზრი მაგას ვითხოვთ მაგით ვდგავართ ქუჩაში ზუსტად მაგრამ ესე უბრალოდ ყველაფერი რჩება იგივე და იგივე ხალხი იგივე წესებით იგივე მოცემულობაში ატარებს არჩევნებს რა თქმა უნდა ესეც სისულელე იქნება ნახეთ ანუ თუ ხელისუფლება ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში მიღებულ ცუდ კანონებს გააუქმებს მაგ შემთხვევაში და დანიშნავს რიგარეში არჩევნებს მაგ შემთხვევაში ამ არჩევნებში მონაწილეობა ესეთ არჩევნებში მონაწილეობა გონივრული იქნება თუ არ იქნება ეს არის კითხვა ისევ გააჩნია კონტექსტს ძალიან ბევრი ცვლადია და ყოველთვის არის ეს მოცემულობა ცვალებადი ხო თუ ჩვენ ველოდებით აი ესეთი აზრიც მოვისმინე რომ აი მანამ ანუ ქართულ ოცნება იმდენად დაკარგა ნდობა იმისა რომ კეთილსინდისიერ არჩევნებს ჩაატარებს ამ ნაწილში ან პირველ ნაწილში ვეთანხმები რომ ნამდვილად დაკარგა ნდობა მაგრამ მე ნახეთ როგორ გრძელდება ესა მანამ სანამ დროებითი მთავრობა არ დაინიშნება რომელიც სამართლიან არჩევნებს უზრუნველყოფს მანამდე არაფერს აზრი არ აქვს სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა დროებითი გარეშეც შეიძლება ჩემი აზრით მე ვარ ჩემი აზრით რეალისტი ანუ იმ მოცემულობიდან ჭადრაგზე საუბრობთ რა ფიგურებიც მაქვს იმით ვცდილობ თამაშს სამი პაიკი თუ მაქვს იმით ვცდილობ თამაშს. ანუ ის სამი პაიკს ჯერ კიდევ აქვს ლაზიერად გახდომის შანსი. თუ არც ერთი პაიკი არ მაქვს და უკვე არანაირი რესურსი არ მაქვს, მე ვფიქრობ უკვე ალტერნატივაზე, მაგრამ თუ იმ პაიკს ლაზიერად გახდომის შანსი და კიდევ მაქვს რაღაცა სულების გაკეთების საშუალება, რატო არ გამოვიყენებ ამ სივრცეში გაქვთ ჯერ კიდევ. არა, ნახეთ მე ვთვლი იმას, რომ ამ არჩევნებით როგორ შედეგიც არ უნდა დადგეს, მაგას ვამბობ თავიდან, ხო, სულელი ხო არა ვარ, რომ იმას ვამბობდი, რომ ადგილობრივი არჩევნები ცენტრალური ხელისუფლების შეცვლა, ესეთ მიამიტად ალბათ არ მიგაჩნევართ, ხო? მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ როცა ჩვენ გვინდა აი იმაზე რა ქვია, ევერესტზე ასვლა, საფეხურები უნდა გადავდგათ და ეს ანუ არჩევნებში მონაწილეობა ერთი ნაბიჯი არის. 1000 საფეხურიან კიბეზე ასვლა რო გვინდა პირდაპირ 1000-ზე ვერ ავხდებით ჯერ ერთი უნდა ავიაროთ მერე მეორე და მაგრამ ჩემი აზრით ეს სწორედაც გვერდით გვინდა რა ანუ ქართველები ესეთები ვარ ზოგადად დღესვე გვინდა 1000-ზე ახდა ახტომა რა ესე არ ზოგჯერ არ არის სამწუხაროდ ვერ მივიღებ მაგას ჩემ თავზე ამ შემთხვევაში აქ ხო იმაზე ვსაუბრობთ ჩვენ არჩევანსაც რა განსაზღვრავს ხო მე ვერ მივიღებ მაგას რომ ქართველები ისეთები ვართ რომ მარტო ჩემ თავზე არა ძალიან ბევრად რაოდენობრივად პროცენტულად ეგ მართალი იქნებოდა მაშინ რომ 20-23 წელს როდესაც პირველი რუსული კანონი წაიღეს უკან აი მაშინ რომ ფეხზე დაგვეკიდებინა ყველაფერი სხვა რაც წინ მოდიოდა ეს იქნებოდა არჩევნები მომავალი 2024-ში და ასე შემდეგ და მაშინვე მოგდომებოდა ხელისუფლების შეცვლა აი მაშინ შეიძლებოდა სამართლიანი ყოფილიყო მაშინ კი არა მაგის თქმა მაგრამ მე პროტესტი როდის პირველად როდის გამოვედი იცით ხელისუფლება ანუ ამ ხელისუფლების დროს 2013 წლის 17 მაისს კი ბატონო მე ცოტა უფრო მანამდე როცა იყო რაღაც კონკრეტული ფაქტი როცა საიაში მუშაობდი და აი იმ ფაქტმა მაჩვენა რომ იგივე შეცდომების გზით დაიწყეს სიარული რასაც წინა ხელისუფლება აჩვენებდა და მაგრამ ყველაზე უფრო მეტად როდესაც გადავწყვიტე რომ უკვე გასაპროტესტებელი იყო დამოკიდებულება სასამართლო ხელისუფლებისადმი და ეს 2013 წელს გამოჩნდა და 2013 წელს აი 10000-ობით ადამიანი რო გამოსულიყო ქუჩაში ხო მაშინ შეიძლება ამ შედეგებამდე არ მოსულიყავენ ჩვენ როცა თავისუფლების ყველაზე მთავარ მცველს სასამართლოს გვართმევენ მაგას ვერ ვიაზრებთ რამძიმე შეიძლება იყოს ეს სახელმწიფოებრიობისათვის და სანამ გავრილოვმა უკაცრავდა თავისი ერთი ადგილი პარლამენტის სავარძელში არ ჩადო მანამდე ვერ გავიაზრეთ რომ რამძიმე სიტუაციაში ვიყავით რა და მაგ დროს უკვე ხელისუფლებას თელი ის ყველა ორგანო მაგ მომენტ 2019 წლის მდგომარეობით უკვე მონოპოლიზირებული ქონდა და მაგ დროს უკვე შეიძლება დაგვიანებული იყო მაგრამ ნუ ზოგჯერ ჯობს გვიანუდრი არასდროს რას ვიზავთ ხო და ესე კიბეებზე შესაძლებელია ხელისუფლების შეცვლა საზოგადოების ცვლილების გარეშე ალბათ არა ალბათ არა
მე ანუ საზოგადოების ცვლილებაში რა იგულისხმება ეს კიდე ცალკე ამბავია. მე ასე დავიწყებდი, რომ პირველი რაც უნდა შევცვალოთ არის ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, რომ რაღაცე ყველაფრის შეცვლა ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ საკუთარი ქმედებების შეცვლა არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენ თავით უნდა დავიწყოთ ცვლილებები. აი ჩვენ თუ სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, სიტყვაზე არ პირობითად თქო, ახლა არ შემომაქვს ისევ არჩევნებზე წასვლა არ წასვლას. თუ მიგვაჩნია რომ არჩევნებზე წასვლა არის სწორი, წავალთ, თუ მიგვაჩნია რომ არ არის სწორი, არ წავალთ, თუ მიგვაჩნია რომ პროტესტია სწორი, გავაპროტესტებთ, რაღაცების არ შეგვეშინდება და არ გავჩუმდებით და ვიმოქმედებთ, მაგ შემთხვევაში ცვლილება შეძლებელია, მაგრამ აქ ჩვენ ხო ვიაზრებთ იმას, რომ სამწუხაროდ არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების, რომლებიც შიშის გამო, მოსყიდვის გამო, სხვა რაღაცის გამო ამ პროცესებში არჩევნები იქნება თუ აქციაზე გამოსვლა აქტიურად არ არის ჩართული. და ანუ ადამიანმა თუ არ გაიაზრა, რომ ეს შიში პირადად მისი გადასალახავია და როცა ქართულობაზე სუფრაზე ვსაუბრობთ, ის უნდა გავიაზროთ, რომ რა იყო ამ ქართულობაში ყველაზე საამაყო ის, რომ ერთიათზე მოდიოდა და მაინც ვიბრძოდით და დღეს ახლა თუ აქციაზე გასვლის გვეშინია და თუ არჩევნებზე მისვლის გვეშინია რაღაცის გამო, მაშინ ვერ შევცვლით იმას ხელისუფლებას, იმიტომ რომ საკუთარ დამოკიდებულებას ვერ ცვლით. საკუთარი დამოკიდებულების შეცვლით შეიძლება მივიდეთ მერე იმ ცვლილებამდე. ამიტომ საზოგადოება უნდა გაძლიერდეს. მე არ ვამბობ, რომ სუსტი საზოგადოება ვართ, ნამდვილად რაც ბოლო პროცესები მაგასაც ჩვენს ნამდვილად არ ვართ სუსტი საზოგადოება, უბრალოდ რის შეცვლაც გვინდა ის ასევე ძალიან ძლიერია, ესეც უნდა შევაფასოთ სწორად. დავაფასოთ კი არა, შევაფასოთ, ხო, რომ უნდა გავიგოთ, რომ ამ ხელისუფლებას აქვს უდიდესი რესურსი, ადმინისტრაციული, ფინანსური, საკუთარი კერძო ფული, შავი ფული, ბიუჯეტის ფული, ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ეს ძალაუფლება და როცა ველეშაპს ებრძვი, რაღაცნაირად ძალიან უნდა გაძლიერდე რა და გეთანხმები. ანუ აქ მე ესე მგონია, რომ ცოტა კითხვა, ესე დასმული კითხვა არ მიყვარს ხოლმე და გეტყვი რატო. ახლა შესაძლებელია ხელისუფლების შესვლა საზოგადოების ცვლილების გარეშე. მე საფუძველში ვთვლი, რომ დღევანდელი საზოგადოება, ქართული საზოგადოება თავისი ნაკლოვანებებით, პრობლემებით, რომელიც ყველა საზოგადოებას აქვს, ხო, ჩვენ ამითი არ ვართ განსაკუთრებულები, ნამდვილად არ იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ყავს. არ იმსახურებს იმ დონეს, ამიტომ ვთვლი, რომ საზოგადოების ცვლილება, კი არა, რა საზოგადოებაც ვართ დღეს, ის ბევრად უკეთეს ხელისუფლებას იმსახურებს და მერე უკვე შევძლებდით უკეთესი ხელისუფლებით და იმ საზოგადოებით რაც ვართ, რომ ჩვენც როგორც საზოგადოება უკეთესი გამხდარიყავით. იმიტომ რომ როდესაც თვითგადარჩენის რეჟიმშია ჩანასახოვანი დემოკრატიული საზოგადოება, ღია საზოგადოება და ამას კიდე გარედან პრესი და ხელისუფლებიდან ანუ სრულად მტრული განწყობა ემატება უბრალოდ დრო არჩება თვითრეფლექსიისთვის და იმისთვის, იმაზე ფიქრისთვის, რომ რა შეიძლება უკეთესად გავაკეთო და როგორ შეიძლება უკეთესად გავაკეთო. იმ წუთას არის, რომ მე გადავრჩე. და ეხლა მგონია, რომ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება გადარჩენა გავედულობას ნიშნავს და არა გაჩვენებას. რა თქმა უნდა, ხო ეს მედეგობა მნიშვნელოვანია, მაგრამ განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ხელისუფლება გვყავდეს, რომელსაც როგორც საზოგადოება ვიმსახურებთ და მგონია, რომ ეხლანდაც არ ვიმსახურებთ. ისეთი ხელისუფლება გვყავდეს ეგ ესეც ჩვენგან უნდა წარმოიშვას, ხო, რა თქმა უნდა, ჩვენივე საზოგადოებისგან. აი ესეთი ეს ტრადიციული კითხვა რო არის საქართველოს ყველაზე პოპულარული, მე მგონი, გვეშველება რამე, ანუ აი ეს კითხვა არის საშინელი კითხვა, რატო? ეს არის ძალიან კარგი კითხვა თქვენთვის, როგორც იურისტისთვის. უპასუხე მაგას, აი ჯერ გვეშველება რამეს მინდა უპასუხო, ნახეთ როგორი კითხვა. გვეშველება რამე, თვითონ კითხვა ისე არის დასმული, რომ არასწორად ვსვავთ საკითხს. ანუ ნახე, ესე იგი როგორ უშველოთ, რა გავაკეთოთ, რომ საკუთარ თავს უშველოთ კი არა. ან ვიღაცამ უნდა გვიშველოს. ანუ ისე ვიღაცაზე ვარ დამოკიდებული. აი ამაზე მე დაგიდებ ხა ერთ ბურთს, რომ არავის არანაირი გარე აქტორების იმედი არ მაქვს ზოგადად და არც ადამიანს პირველი საკუთარი თავის იმედი. ხო, არა, საკუთარი თავი ერთია, მაგრამ მე მგონია, რომ თუ საქართველოში რაიმე ცვლილება მოხდება და
რაღაცნაირად მჯერა რომ ეს მოხდება ადრე ან გვიან, მაგრამ აუცილებლად ეს იქნება მთლიანად ქართული საზოგადოების დამსახურება და იმ მოქალაქეების, რომლებმაც პირადი კეთილდღეობა, პირადი გამორჩენა, პირადი პროფესია იქნება, გართობა, ჰობი თუ ასე შემდეგ გვერდით გადადეს და დააპრიორიტეტეს სამოქალაქო ვალდებულებები უფრო მეტი აიღეს საკუთარ თავზე, ვიდრე შეიძლება ჩვეულებრივ სიტუაციაში აიღებდნენ და ამითი შეიძლება დაზარალდნენ, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. აი ეს არის ძალიან კარგი კითხვა, რომელზეც მაინტერესებს თქვენი. შესაძლებელია თუ არა ებრძოლო ხელისუფლებას და დარჩე კანონმორჩილი თუ კი ამ კანონს ხელისუფლება წერს. ერთ დღეს თუ გამოგვიცხადებენ, რომ ყველა შავთმიანმა ქალმათ მათ ეთრად უნდა შეიღებოს, მაგალითად, ჩაგვიწერეს კანონში. რას ვაკეთებთ? არსებობს ასეთი ცნება, კანონიერების სამართლიანობა. და არის სამართლიანობა. სხვათაშორის საიას ჰქონდა ესეთი დევიზი. კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის. ანუ კანონის უზენაესობა ხო მნიშვნელოვანია, მაგრამ თავარი არის სამართლიანი მიზანი არის სამართლიანობა. შესაბამისად, თუ კი რამე კანონი არსებობს, რომელიც ძალიან წინააღმდეგობაშია სამართლიანობასთან, მაშინ ესეთი უსამართლო კაი თქვენაც ბრძანეთ, რომ ადამიანი აიძულო სულელური გადახდეს იმაში, რა ქვია, მტკვარში. დაასმინოს მაგალითად კოლეგა. რაღაც ჩაიდინა, დაასმინოს საკუთარი ოჯახის წევრი კოლეგა, არ ვიცი. ეს არის იმდენად უსამართლო კანონი და წინააღმდეგობრივი როგორც იმასთან, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან, რომ ესეთი ცალსახად უსამართლო კანონებისა და მორჩილების ვალდებულება ადამიანს არ აქვს. მეც გეთანხმებით ამაში და მგონია, რომ მაგის გააზრება ასევე არის ერთი დიდი ნაბიჯი, რომელიც აი ახლა სწორედ ამ პროცესში გადაიდგა ჩვენ საზოგადოებაში. აქამდე იყო, რომ აი კანონში წერია რა და ახლა მივხვდით, აი ესე კოლექტიურად ვგულისხმობ, რომ კანონში შეიძლება ძალიან ბევრი რამე ჩაიწეროს. მაგალითად შეიძლება ჩაიწეროს, რომ ვიღაცას პირბადე არ უნდა ეკეთოს, ან 5000 ლარით დაჯარიმდეს 500-ის მაგივრად, ან სრული აბსურდები, რაც უამრავი ჩაიწერა, ხო? და მე მგონია, რომ კოლექტიურად მივხვდით, რომ თავარი არის, რომ კანონი ემსახურებოდეს სამართლის განხორციელებას და არა უბრალოდ რა ეწერება ფურცელზე და ესეც ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. აი, წმინდა იურიდიული კუთხით არის კიდე მინდა დავამატო, ნახეთ, არის რაღაცა კანონების იერარქია რა, რომ რაღაცა კანონი, რაღაც ნორმატიული აქტი ყველა ერთი და იგივე ძალის არ არის. ყველაზე უპირატესი ძალა არის კონსტიტუციის და საბედნიეროდ ხელისუფლებას არ შეუძლია ერთპიროვნულად შეცვალოს ხელისუფლება, იმიტომ რომ ის არის კონსტიტუცია უკაცრავად, იმიტომ რომ არ აქვს საკმარისი ხმების რაოდენობა ამ გაყალბებული არჩევნების შედეგადაც მიღებულ პარლამენტში. შესაბამისად, ის კონსტიტუციური პრინციპები რჩება და თუ კი ისეთი კანონები იქნება მიღებული, ნაწილი ნამდვილად არის უკვე მიღებული, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვა კონსტიტუციასთან, მაშინ ადამიანს აქვს უფლება თქვას, რომ მე ჩემს კონსტიტუციას ვემორჩილები და არა უკანონო უსამართლო კანონს. ხოთაშორის წეღა რომ საუბრობთ. კიდე აქ ახალი წრე შემოდის, ხო? ანუ ვემორჩილები კონსტიტუციას, მაგრამ მე ვარ პირისპირ რეპრესიულ მანქანასთან, სასჯელ ახსრულების, ესე ვთქვათ, რომელიც მაყადაღებს, არ ვიცი, აი აქ ვნახეთ, რომ ახსრულების ბიუროს წარმომადგენლები შევიდნენ აქტივისტების სახლში, რომლებიც საერთოდ არც ეკუთვნით მათ და ჩვენ გვაქვს ასევე პრობლემა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სადაც შეიძლება გაასაჩივრო ეს არაკონსტიტუციური კანონები, იქ ასევე სერიოზული პოლიტიკური მიკერძოების პრობლემა არის და საქმეები საერთოდ არ ჩანიშნულა განხილვა იმ სასწრაფო საქმეების, რომელიც რამდენი ადამიანი და ორგანიზაცია ელოდება, ხო? აი ასეთ პირობებში, როდესაც შენ რაღაც ფურცელზე დაწერილ კანონს არ ემორჩილები და ღიად მიდიხარ წინააღმდეგობაში, ესე ვთქვათ, რეჟიმთან, მგონია, რომ ესეც არის სწორი სამოქალაქო პოზიცია. ზოგმა შეიძლება აირჩიოს, რომ მთლად არ შევარდეს ვეფხვის ხახაში, ესე ვთქვათ და მაქსიმალურად ეცადოს. ესეც ხო არჩევანია, ხო? და სხვა გზებით ეცადოს წინააღმდეგობას და ზოგმა შეიძლება დემონსტრაციულად აირჩიოს ასეთი კანონების, ასეთი უსამართლო კანონების დარღვევის გზა და ამითიც როგორც აქტი, სამოქალაქო აქტი,
ესე ვთქვათ, წინ წაწიოს ზოგადად დისკუსია ამ თემაზე და დაანახოს იმ ხალხსაც კი, ვინც შეიძლება ამას არ აქცევდეს ყურადღებას, ვთქვათ, რატო არის მნიშვნელოვანი, რა პრობლემასთან აქვს საქმე. და ჩემი აზრით ეგეც აი ხშირად შემხვედრია ეგეთი რაღაც, რომ აი რა საჭიროა ხა ეს გამწვავება და მოდი აი არჩევნებზე წავიდა. ანუ აი ხო ხვდები რას ვამბობ, ანუ ყველა ესე არ ფიქრობს რა თქმა უნდა, მაგრამ არის ეს განწყობაც და ჩემი აზრით ზოგჯერ ძალიანაც საჭიროა იმის საჩვენებლად, რამდენად უსამართლო შეიძლება იყოს ფურცელზე დაწერილი კანონი. ხო, ერთი არის დაწერილი და მე კიდე იმის აღსრულება, ახლა ერთი кейსი გამოხსენდა. აქციაზე მყოფის პირის საქმე ქონდა, მოსამართლემ დააჯარიმა 5000 ლარით დაუმორჩილებლობის გამო, ანუ პოლიციელმა მოუწოდა, რომ წადის სახლში, მოქალაქემ ჩათვალა, რომ მისი კონსტიტუციური უფლება იყო აქციაზე ყოფნა და არ წავიდა. და რო არ წავიდა, ამის გამო დააჯარიმა და მე პროცესზე ვთქვი, რომ ადვოკატი ვიყავი და პროცესზე ვთქვი, რომ მეთქი ამ ადამიანის კონსტიტუციური უფლება არის, რომ სიტყვაზე აქციაზე იყოს. და მოსამართლემ ჩაწერა გადაწყვეტილებაში, რომ სასამართლო არ უნდა აფასებდეს პოლიციელის მოთხოვნა არის თუ არა კანონიერი მოთხოვნა. ანუ ნახეთ რომ გითხრას რომ გადახტი მტკვარში უნდა გადახტე. მაგის თქმა მინდა. ანუ იმდენად ზოგი მოსამართლე ასეთ საკითხებზე იმდენად აცდენილია ყველაფერს, რასაც სამართლიანობა და მოსამართლის, ასე ვთქვათ, ეს მაღალი სტატუსი მოითხოვს, რომ საერთოდ ფიქრდები იმაზე, რომ აი ამ მოსამართლესთან როგორ უნდა ილაპარაკო რაიმე იმაზე სამართალზე. მაგრამ აი მაგ დროს მიფიქრია, რომ ისევ იგივე მოსამართლესთან რომ მოხდეს ჩემი საქმე. მე უარი თქვა ჩემს პროფესიულ ვალდებულებაზე. მაინც მოქმედებთ, მაინც ვიბრძვით. ექიმებს და ადვოკატებს ეგ არჩევანი არა გაქვთ. სამწუხაროდ. ვფიქრობ თუ სწორად შევაფასებთ მოქალაქეებსაც მაგ კუთხით შეიძლება იმის თქმა კი არ მინდა რომ არჩევანი არ აქვს. სწორი არჩევანი იქნებოდა ყველა მოქმედების ყველა ბერკეტის გამოყენება. 20-24-ის არჩევნები, რა გვაჩვენა ამ გამოცდილებამ? ამაზე მე მგონი ვისაუბრეთ, ხო? თან ბევრი. ეს არის ძალიან კითხვა. როგორ უნდა იბრძოლო, რომ არ დაემსგავსო იმას, ვისაც ებრძვი? ხო, მე აქ ზუსტად ეს არჩევნებზე არ წასვლაც ჩემი აზრით მაგის ნაწილი არის, რომ არ მიიღო იმ ფარსში მონაწილეობა, რომელსაც გთავაზობენ და თან ამით ცდილობენ, რომ ნორმალურობის იმიტაცია შექმნან, აი ამის ნაწილიც არის, რომ არ მინდა დავემსგავსო იმას, რასაც ვებრძვი და რაღაცა თუ წინასწარ ვიცი, რომ მონაწილეობ აბსოლუტურ ფარსში, რომელიც როგორც კონტექსტის, ისე პროცესის და ისე შედეგების თვალსაზრისით არის უკვე კომპრომეტირებული, ამაში არ მივიღებ მონაწილეობას როგორც მოქალაქე. და სხვა გზით ვეცდები, რომ ჩემი ხო, მე ცოტა სხვა აქცენტი დავინახე ამ კითხვაში. როგორ უნდა იბრძოლო, ანუ უფრო ზოგადი კითხვა არის ალბათ ჩემი შეფასებით და როგორ ალბათ მეტი სიყვარულით, მეტი გონიერებით, მეტი თავგანწირვით ალბათ. აი რა თავარი შეცდომაც ჩემი შეფასებით მიშამ და ბიძინამ დაუშვეს როგორც წინა და მოქმედი ხელისუფლების თავარმა ფიგურანტებმა იყო ის, რომ ძალაუფლების ცდუნებას ვერ გაუძლეს. ანუ ეს ძალაუფლება როგორც ჩანს მართლა არის შეიძლება ფულზე უფრო მეტად და ნარკოტიკებზე და ამ შემდეგ მაცდუნებელი და ამ ცდუნებას იშვიათია რომ ადამიანმა გაუძლოს და ამ ორმა ადამიანმა ეს ვერ მოახერხა. ეს არის ჩემთვის მოცემულობა და ვერ მოახერხა ალბათ შეიძლება იმიტომ რომ უფრო მეტი სიყვარულია საჭირო და უფრო მეტი ცივგონებაა საჭირო, როცა სახელმწიფოს მმართველი ხარ და როცა შენ იაზრებ რომ ის პოსტი რაც დღეს გიჭირავს არის დროებითი, აი რომ დღეს რო გახდი ხელისუფალი, იცი, უნდა გაიაზრო რომ 4 წელი იქნები თუ 8 წელი შენ დაუცილებლად დაგიდგება ეს კონკრეტული მომენტი, როცა სხვა შეგცვლის
და ეს პერიოდი ღმერთმა და ხალხმა მოგცა იმისთვის, რომ შენს ქვეყანას ემსახურო. აუცილებლად ხო შეიცვლები ადრე თუ გვიან, ხო? და მოდი გამოიყენე იმისთვის, რომ სახელმწიფო წავიდეს და გაძლიერდეს წინ და ხალხი განვითარდეს და გაძლიერდეს და როცა შენ იმდენად ბრმავდები ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ აი რაღაცა დაპირისპირების იმაში შედიხარ და გავიწყდება შენი მთავარი ამოცანა რა არის, მერე უკვე უშვებს შეცდომებს. და ალბათ ესე უნდა მოიქცე, რომ აი თვითონ არ ვიცი, მოქალაქე იქნები თუ ოპოზიციონერი იქნები თუ აქტივისტი იქნები, უნდა დაფიქრდე რა არის შენი მთავარი ერთი ადამიანის მიზანი ამ პროცესში და მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ნაკარნახევი იქნება სწორი სახელმწიფოებრივი ქმედებით და არა იმით, რომ ვიღაცა ვიღაცაზე გაბრაზ და ვიღაცა ვიღაცას რა დაუძახა და ასე. კარგ მართლობაზე ილაპარაკე თქვენ და აქ გვეკითხებიან ჩვენ როგორ უნდა ვიბრძოლოთ, რომ არ დავემსგავსოთ. ხო და მაგას ვამბობ, უფრო მეტი სიყვარულით, უფრო მეტი თავგანწირვით, უფრო მეტი გონიერებით ეს არის. ხო, მე მგონია, რომ კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საკუთარ თავსაც უერთგულო. ანუ ის ვინც ხარ, რაც ხარ, არ დაკარგო რაღაც პროცესში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, და აი ეს კითხვა შემოგვრჩა. რა არის პრო საშიში? აპათია თუ ტყუილი იმედი? საინტერესო კითხვა ასევე. მე მგონი ტყუილი იმედი აპათიის ნაწილია, ზოგადად ტყუილი იმედი რო გაქვს მე აპათიაში ვარ და ერთმანეთთან კავშირში არის ძალიან და მაგრამ აპათია რეალურად ძალიან საშიშია, ჩემი აზრით, როგორც ადამიანისთვის ინდივიდუალურად, ასევე საზოგადოებისთვის. და მე პირადად რაც ძალიან მაკვირვებს და რაც ძალიან მახარებს არის, რომ აი ამდენი იმედგაცრუების შემდეგ ქართული საზოგადოება მაინც ახერხებს საკუთარ თავში ბრძოლის და წინააღმდეგობის ძალის პოვნას. ეს არის ჩემი აზრით ძალიან დიდი მონაპოვარი. მგონია, რომ გემო გავუგეთ თავისუფლებას 50 წლის მანძილზე, კარგად თუ ცუდად გავიგეთ ამ ღია საზოგადოების გემო და რამდენად კარგი შეიძლება იყოს შედეგები, რომელსაც ეს ღია საზოგადოება მოიტანს და არ გვინდა ამის დათმობა და ამისთვის რაღაცა შეიძლება ბოლო წვეთებს ენერგიის თუ ბოლო იმას ვეძებთ საკუთარ თავში, მაგრამ მაინც ვეძებთ და ეს ძალიან მახარებს. ხო, გეთანხმები, რომ აპათია და ტყუილი იმედი არის ერთმანეთთან კავშირში, არც ერთი, ორივეზე უნდა ვთქვა თუ არის. სწორი არის რეალიზმი. თუნდაც ყველაზე მძიმე პრობლემისთვის თვალებში ჩახედვა და მე ვფიქრობ, ახლა ვინც საქართველოს ისტორიას იცნობს, ამაზე ბევრად რთულ მდგომარეობაში ყოფილა ეს ქვეყანა და ბრძოლის გაგრძელება. ან ჩვენ განსხვავებული პოზიციები რაღაცებზე გვაქვს, მაგრამ იმაზე ვთანხმდებით, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. უბრალოდ თქვენ გაგრძელდეს ამ ბრძოლის განსხვავებული, ასე ვთქვათ, ხედვა. მე როგორც ხვდები, საწინააღმდეგოში ვერ დაგარწმუნეთ და მეც ვრჩები ჩემს აზრზე, მაგრამ ვთანხმდებით იმაზე, რომ მიზანი ერთია, ტაქტიკა მიუხედავად იმისა, მე თქვენი არჩეული გზა მიმაჩნია თუ არა მცდარად, ლოგიკა ხო გესმით მინიმუმ. რა თქმა უნდა. მე თქვენს, ანუ მე არ მიმაჩნია, რომ თქვენ ამ თქვენი ჩემი შეფასებით არასწორი ტაქტიკით ვიღაცის წყალს თუ წისქვილზე წყალს ასხამთ და ამას როგორ ვთქვა ამას აკეთებთ იმიტომ რომ ანუ რეალურ ბრძოლაში მონაწილეობა არ გინდათ. პირიქით არის, მე გულწრფელად ვარ დარწმუნებული, როგორც თქვენი პოზიციის, ასე ვთქვათ, გულწრფელობაში, ასევე ყველა იმ ადამიანის პოზიციის გულწრფელობაში, რომელიც თქვენს პოზიციას იზიარებს. თუმცა, ამავდროულად მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ რაციონალურად დავფიქრდებით, ის პოზიცია, რაც რიგითი მოქალაქის გადასახედიდან არჩევნებში წასვლას გულისხმობს, უფრო მეტად არის არგუმენტირებული სხვათა შორის, აი ახალგაზრდებს ურჩევ და თქვენს ახალგაზრდებს რატო, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი არის მათთვის უფრო, ასე ვთქვათ, საინტერესო.
აი ეს კითხვები, რაც ახლა ჩვენ გავიარეთ, დავუსვათ ChatGPT-ს. მე სხვათა შორის დავტესტე და გამიხარდა, რომ ჩემ პოზიციას იზიარებს. სხვათა შორის ჩავეკითხე კიდევაც, რომ აი ემოცემულობა ეს არის. ამ ვითარებაში მაინც წასვლა ჯობია თუ არ წასვლა ჯობია და უფრო ხელოვნური ინტელექტი ჩემი პოზიციისკენ უფრო იხრება, ვიდრე თქვენი პოზიციისკენ. მე მგონია, რომ მანდ სწორედ არსებული გამოცდილებების, ანუ ხელოვნური ინტელექტი დღეს ჯერჯერობით სანამ სინგულარობასთან არ ვართ, არის არსებული გამოცდილებების გაანალიზების ხელსაწყო, ხო? კი, და იქ ეს ამ ინფორმაციაზე ცოტა მაქვს, მეც მივაწოდე დამატებით. მაგის მიუხედავად. აი აქ მგონია, რომ ცოტა ჩვენი გამოცდილებები ზოგადად გვაფერხებს კიდევაც რაღაცა რეალური ცვლილებების მოხდენაში. ჩვენ ესეთი რეალობა, როგორც ახლა ვართ, საქართველოს რეალურად არ ქონია, თუნდაც უახლესი ისტორიის მანძილზე. ჩვენ მაგალითზე ისწავლა მაგალითად მოლდოვამ და ძალიან სერიოზულად ეცადა, რომ დაეცვა თავისი არჩევნები. ჩვენ ქვეყანაში განხორციელებული ჰიბრიდული პროპაგანდისტული სპეცოპერაციების მაგალითებზე დარწმუნებული ვარ, რომ უკვე წერენ და კიდევ ბევრს დაწერენ და ბევრი ისწავლის ამ მაგალითებზე, რომელიც სხვათა შორის 2015 წელს უკვე დოკუმენტურებული იყო და ეს სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ ჩვენ ეს ცოდნა ჩვენი არჩევნების და ჩვენი საარჩევნო პროცესის და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების სათანადოდ დაცვისთვის. მეტნაკლებად გამოვიყენეთ, მაგრამ უფრო მეტი შეგვეძლო, ესე მგონია, რომ კარგად ვქონოდა გააზრებული. ამიტომ მგონია, რომ ის რაც ხდება დღეს საქართველოში არის რაღაცა თვალსაზრისით ძალიან განსხვავებული პროცესი და შეიძლება სრულიად იმ გამოცდილებებიდან ამოვარდნილმა გადაწყვეტილებებმა, ესე ვთქვათ, out of box რაღაც გადაწყვეტილებებმა მიიყვანოს პროცესი უკეთეს შედეგამდე. ამიტომ საერთოდ რატო ვილაპარაკებდით ამ თემაზე? ყველაფერი რომ ნორმალურად იყოს, ხო? რა თქმა უნდა, წავიდეთ არჩევნებზე. ან ცოტა ნორმალურად მაინც. იმდენად არაორდინალურია სიტუაცია, რომ უამრავი ადამიანი, რომელსაც არასდროს არ გამოუტოვებია მათ შორის ცუდი არჩევნებიც კი და ყოველთვის იყო ჩართული აქტიურად, ამას უცხადებს პროტესტს და ნაწილობრივ სხვათა შორის ეს ჩემი აზრით მეტყველებს იმაზეც, რომ საზოგადოება გაიზარდა და თხოვს მათ შორის პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც ეხლა შედიან არჩევნებში თუ მხარს უჭერენ ამ პროცესს, თხოვს პოლიტიკურ აქტორებს, რომ უერთგულონ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უცებ ერთ თვეში როგორ შეიცვალა, არც კი გააგებინეს თუნდაც თავის ამომრჩეველს. ყველაფერი რომ თავი დავანებოთ. ანუ ის რომ ჩვენ არ გვაჩვენეს რა პროცესი იყო? ანუ შეეცადნენ თუ არა გულწრფელად რომ საერთო გადაწყვეტილებებია ცალსახად შეცდომა. პარტია ჩამოეშალათ ლამის და ნახევარი პარტიის ახლა ისევ იგივე წინააღმდეგობის გამო ქუჩაში დგას და თუ მათ ვერ აუხსნეს ეს არგუმენტები, მით უმეტეს ახლა რა ფართო მასშტაბზე არჩევნებზე და მიმსვლელი საზოგადოებისთვის ახსნაზეა საუბარი. ტაქტიკური შეცდომები მრავლად იყო ოპოზიციის ქმედებაში ცალსახად, ეს ცალსახა უბრუნდები ისევ რომ იმ საკითხს რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ცენტრალური კითხვა უკვე აი სამ დღეში არჩევნები იქნება მოქალაქისთვის არის რომ ვიაზრებთ ოპოზიციის ცვლილებებს ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვიცით რომ უსამართლო არჩევნები იქნება ვიცით რომ რა ვიცი ბევრი რამე ვიცით მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ამ ბრძოლაში შევდივართ და ეს ბრძოლა და ის ტაქტიკა რაც მე მიმაჩნია რომ სწორი არ ეწინააღმდეგება იმ ტაქტიკას რაც თქვენ მიგაჩნიათ სწორია და რატო ეს თეთრი და ყვითელი ბურთები რატო არ გავაერთიანოთ ერთად თუ კი უფრო მეტი ბურთი გვექნება ანუ ეს არის თავარი კითხვა ჩემი და თუ კი უფრო მეტი ამათი გაერთიანებით თუ კი უფრო მეტი ბურთი გვექნება მოდი გავაერთიანოთ ეს ბურთები. მესმის, მაგრამ მე მაგაზე უკვე გიპასუხეთ. აქვს კონტექსტი და ამ კონტექსტში დაშვებული შეცდომები ფასს ყველა ვიხდით და მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა პოლიტიკურმა აქტორმა პირველ რიგში იმან ვინც ამ სიმულაციას საერთოდ ხელმძღვანელობს ამ მოცემულობაში de facto მართავს სიტუაციას გაიაზროს და ეს შეიძლება იყოს ძალიან მკაცრი, ესე ვთქვათ, გაფრთხილება საზოგადოებისგან მორიგი ბევრი იყო და მორიგი, რომ ამ სიმულაციაში მონაწილეობას საზოგადოება აღარ აპირებს. და მეც როგორც ერთი რიგითი მოქალაქე არ ვაპირებ ამ სიმულაციაში მივიღო მონაწილეობა. თანხმდებით იმაზე, რომ შეიძლება ცენტრალურ კითხვაზე ვერ თანხმდებით, მაგრამ ბრძოლის გაგრძელება საჭირო არის. მე ამაზე თანხმდები. ნამდვილად. საინტერესო და სასიამოვნო იყო თქვენთან. ჩემთვისაც. დისკუსია.
ვიქრობ, რა ვიცი, საინტერესო და პატივსაცემი ოპონენტი მყავდა და ბევრი მისი არგუმენტი არის ნამდვილად დასაფიქრებელი, თუმცა მე დავრჩი ჩემს პოზიციაზე, რომ რიგითი მოქალაქის გადმოსახედიდან აი ამ კონკრეტულ მოცემულობაში არჩევნებში წასვლა არის უფრო სწორი გადაწყვეტილება. ჩვენი მთავარი განსხვავება და არჩევნთავარ განსხვავებად, მე ვთვლი, რომ ახლა არჩევნებში მონაწილეობა უბრალოდ ჩვენი მთავარი გზიდან გადახვევა და არა შემდეგი ნაბიჯი ამ ბრძოლაში, მაგრამ ძირითად საკითხებზე, ღირებულებით საკითხებზე მაინც ვთანხმდებოდით და ეს კომფორტულ სასაუბრო გარემოს ქმნიდა და სასიამოვნო იყო. თუმცა ხო, მაინც მგონია, რომ ვერ მოვისმინე ის არგუმენტები, რომელიც დამარწმუნებდა, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ.